W203-230 აინტერესებს ზალს. მადლობა ზალ დონაციისთვის. თუ შენც გინდა მსგავს ფორმატში დამისვა შეკითხვა ლინკი აქაა. 2005 წლის W203-230 საინტერესო მანქანაა. 2005 წელი იყო ზუსტად ის პერიოდი, როცა Mercedes-მა ამ კუზაოზე ძრავების ხაზი მთლიანად შეცვალა. ამიტომ ბაზარზე ამ წელს ორი სრულიად განსხვავებული ძრავი გვხვდება. 2005 წლის დასაწყისში ამ მოდელში კიდევ გვხვდება ერთიდარვიანი კომპრესორული ძრავი, რომელიც 192 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 2005 წლის შუა პერიოდიდან ამ მოდელმა მიიღო 2.5-იანი ატმოსფერული 6 ძრავი 204 ცხენის ძალით. Mercedes-მა რესტაილინგში გამოასწორა პირველი წლების უამრავი დეფექტი. სალონი მთლიანად შეიცვალა და აყენდა ახალი, ბევრად თანამედროვე და ხარისხიანი პანელი, ლამაზი მაჩვენებელთა დაფა და გაუმჯობესდა ხმის იზოლაცია. დაკიდების სისტემა და საჭის მექანიზმი გადაკეთდა, რის გამოც რესტაილინგი ბევრად უფრო სპორტულია მართვისას, ვიდრე ძველი ვერსიები. რაც ყველაზე მთავარია, Mercedes-მა შეცვალა კუზაოს დამუშავების ტექნოლოგია და რესტაილინგები ისე კატასტროფულად აღარ იჟანგება, როგორც ძველი მოდელები. ერთიდარვიან ძრავზე ეყენა გამომდგარი 5 სიჩქარიანი კოლოფი. 2.5-იან ვერსიებში უკვე 7 სიჩქარიანი 7G ტრონიკი გვხვდება. ამ მოდელსაც აქვს ძალიან სერიოზული და ძვირადღირებული მინუსები, რომლებიც ძრავების ქარხნულ პრობლემებს უკავშირდება. ერთიდარვიანის მთავარი მტერი ძრავის ცეფია. ეს ცეფი არის თხელი ერთრიგიანი და დროთა განმავლობაში იწელება. თუ ხმა გაუჩნდა და დროზე არ შეიცვალა, ჯაჭვი გადახტება, ძრავი გადასაგდები გახდება. კიდევ ერთი პრობლემა კომპრესორის ჰაერის მილებია, რომლებიც კოლექტორის ქვეშ სკდება, მანქანა ზედმეტ ჰაერს იპარავს და არასტაბილურად მუშაობს. თუ მანქანა 2.5-ია, აქ პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია. ამ ძრავების პირველ პარტიებს ჰქონდათ ქარხნული დეფექტი, ბალანსირების ვალის პრობლემა. მისი კბილანები მარტივად ცვდებოდა. ამის გამო ირევა ფაზები და ამ დეტალის შესაცვლელად საჭიროა ძრავის მთლიანად ამოღება მანქანიდან, რაც დიდი ხარჯია. ელექტროობის მხრივაც, მიუხედავად გაუმჯობესებისა, რესტაილინგს მაინც აქვს წვრილმანი პრობლემები. ხშირად ფუჭდება წინა ან უკანა ელექტრონული ბლოკები, რის გამოც ხან ფარები აურევს, ხან შუშები და ხან საკეტი. 2005 წლის 230 რესტაილინგი არის ძალიან ლამაზი, კომფორტული და დინამიური მანქანა, რომელიც დღესაც კარგად გამოიყურება. თუმცა, მისი ყიდვისას პრობლემებიც უნდა გაითვალისწინოთ.